საჯარო სამსახურის მანქანით რო დადიხარ, იმაზე მეც არასამსახურეობრივად, იმას გააზრება ქვია. ან საჯარო სამსახურში რომ ტელეფონის და საწვავის თქვათ ხარჯებს ბიუჯეტიდან იღებ, ამას გააზრება ქვია, არა, როგორც კი შენ, თუნდაც ოჯახს არ მოიმსახურება ის საჯარო მანქანა, ხო, რომელიც მხოლოდ შენ კონკრეტულად სამსახურებრივი მოვალეობის შესაძლებლად გჭირდება და მაგისთვის გავს გამოყოფილი, მაშინ მიხვდები, რომ გააზრებული აქვს და როდესაც უფრო შევამცირებთ კომფორტს როცა ეხება, კომფორტის მიმართ მიდრეკილებას, განსაკუთრებით ფუფუნების მანქანებს, კაბინეტების ძვირფასად მოწყობას, მე შევსულ ვარ კაბინეტებში და მინახავს, რომ კაბინეტი ძვირად ღირებული ავეჯით არის გაწყობილი და სამუშაო ოთახები, ასე ვთქვათ, მაქედან უნდა დაიწყოს. მაქედან უნდა დაიწყოს, უფრო მეტიც. იცით თქვენ, რომ ერთ-ერთი კომპონენტი, ვისაც კომპანიამ წარმატებას მიაღწიოს, სამუშაო კმაყოფილება არის. როდესაც ხედავ, რომ შენ უფროს გაქვს სამუშაო კმაყოფილება, კარგი სავარძელი და გარემოთი და შენს თანამშრომელს ეს არ აქვს. ის რა წარმატებაზეა ლაპარაკი, ხო? გამორიცხული. მაინც უნდა გამოვიდეთ პირადი, ასე ვთქვათ, პრივილეგიების ზონიდან, არ მხოლოდ პირად კომფორტის, როდესაც შენ იღებ საჯარო ხელფასს.